გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ გიორგი ხამცაშვილი და თქვენ იმყოფებით ჩემს თევზავის მეთოდებში. თხოვნა მექნებო გამოწეროთ და დაალაიქოთ ჩემი ვიდეო. მოკლედ, ჩამოვით მეგობრები ხა ჯანდარაზე. იმყოფებით სულტად აი ალვისფერებს ხედავთ. ბევრი კითხვა შემოვიდა რომ სად არის ეს ალვისფერები, სად არის ნავების სადგომი და ასე შემდეგ. ეხლა კონკრეტულად აღიხსნით, სად არის ნავების სადგომი და სად ვეძებთ ეხლა ამჟამად ჩვენ. კონკრეტულად ჯანდარის ტბაზე უნდა მოხვიდეთ მეგობრებო. აი სხვანაირად მართლა ვეღარ აღვხსნი რა. კონკრეტულად ტბაზე უნდა მოხვიდეთ. ამ ადგილს ვერაცდებით. აი არის ხეები, აგერ ნავების სადგომი, აგერ ტბა. ამ ადგილს რომც გინდოდეთ მეგობრებო ვერაცდებით რა. ვერანაირად ვერაცდებით ამ ადგილს. კონკრეტულად რუკაზე ან ნებისმიერ საშუალებით ჩაწერეთ ჯანდარის ტბა და ამ ადგილზე მოგიყვანთ. ამ ადგილს ვერაცდებით, იმიტომ რომ ნახევარი ჩვენია, ნახევარი აზერბაიჯანის საზღვარი აქ. ნახევარი ტბა ჩვენია, ნახევარი ტბა აზერბაიჯანის ტბა არის მეგობრებო. ვერაცდებით ამ ტბას რა. ამ ადგილს ვერაცდებით გამორიცხულია რა. მოკლედ ჩამოვიდეთ ხა ჩვენი მეგობრები, ვართ 10 კაცი. ნუ წავითევზაოთ. დღეს ხსნი დეტალებში მახის ჯოხს, ანუ ქართულად მოსახნევ ჯოხს ახსნი დეტალებში. რა უნდა გავითვალისწინოთ და რატოა შექმნილი საერთოდ ეს ჯოხი და რა მიზანია და რა დაკვრთვა ამ ჯოხს და რომელი განხრა ამ ყურებს დეტალებში აგიხსნით ვიდეოში. თხოვნა მექნება რა რომ გამოწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო და გადააზიაროთ რომ ბევრმა ნახოს რა, იმიტომ რომ შევამოწმე რომ არა გამომწერი უფრო მეტი მიყურებს ვიდრე გამომწერი და რავი რა ძალიან თხოვნა მექნება თუ მიყურებთ და მაინც ინტერესდებით ჩემი ვიდეოთი და ჩემი რჩევებით თხოვნა მექნება რომ გამოწეროთ ეს ჩემთვის მხოლოდ мотивация მეტი არაფერი რა თხოვნა მექნება რომ გამოწეროთ არხი. მოკლედ ეხლა ჩვენ გადავიდეთ ოპერატორი ნოდარა მყავს დემეტრაშვილი ჩემი ძმა. მოკლედ გადავიდეთ ეხლა ავხსნათ დეტალებში მოსახნევი ჯოხი რას ნიშნავს, როგორ ნიშნავს, როგორ ავაწყოთ მონტაჟები, როგორ ავაწყოთ და ასე შემდეგ ყველაფერს აგიხსნით. და გადაახვით მეგობრებო, კიდე ამ გადახვევაზე ვიტყვი რა. რო ახვით მეგობრებო, ძალიან ბევრი ინფორმაცია იკარგეთ. იმიტომ რომ ყოველ სიტყვაზე მე ძალიან მაგარ რჩევებს ვიძლევი რა. ცოტა არ გამიგოთ და ტრაბახშა ჩამითვალა. ძალიან მაგარ რჩევებს ვიძლევი და მე კომენტარებში ხვდება ხოლმე რომ ეს გამოხრჩა, ის არაფერი არ გამოხრჩა მეგობრებო. ვიძახი ყველაფერს უბრალოდ რომ გადაახვით ხოლმე ის გამოგრჩება, რა თქმა უნდა. ეგრეა რა. ძალიან თხოვნა მექნება არ გადაახვიოთ. ბოლომდე უყურეთ ჩემი ვიდეოს, თუ ჩართავთ და თუ მიყურებთ და მაინც თქვენ ძვირფასად რო დამითმეთ, ძალიან თხოვნა მექნება რომ გამოწეროთ არხი. ეს არის ჩემთვის მხოლოდ мотивация, მეტი არაფერი რა. ვასწავლოთ, ბევრს დავეხმაროთ მეგობრებს და ასე შემდეგ. მოიწონეთ ვიდეო, თქვენი ვიდეოს რო იწონებთ თქვენ ვიდეოს, ხო? YouTube-ი საინტერესოს თვლის ამ ვიდეოს და მე აზიარებ სხვადასხვა ხართან და ძალიან თხოვნა მექნება რომ მოიწონოთ ვიდეო და გამოიწონოთ არხი. აბა ეხლა გადავედით და ავაწყოთ. მოკლედ ეხლა ავაწყოთ მოსახნევი ჯოხი. მოსახნევი ჯოხი ქვია ქართულად მეგობრებო, აი სახელი აქვს. უცხოურ ენაზე ეწოდება მახი. ეხლა ამაზეც მინდა საუბარი რომ ჩემმა მეგობრებმა დადო მოსახნევი ჯოხი დასაყიდად და დააწერა ქართულად, თუმცა ქართულად დააწერა მოსახნევი ჯოხის ვიდეო. პიროვნებამ ჩვენმა მეგობარმა დაუწერა რომ ეგ მოსახნევი ჯოხი კი არა მახია, ანუ შეუსწორა არასწორად რა. ამის თქმა მინდა რომ აქ მოსახნევ ჯოხს ქართულად ქვია მოსახნევი ჯოხი და უცხოურ ენაზე ქვია მახი. ეხლა როგორ იწყობა რაზეა მოგონილი ეხლა 80% ან 40% გონია საქართველოში რომ გოლების გამტარი გოლების გარეშე და კოჭის გარეშე რო იყიდება უნდა ავაწყოთ. არა მეგობრო, მაგისთვის არ არის შექმნილი მოსახნევი ჯოხი რომ ჩვენ უნდა ვიყიდოთ და მე გოლები დავამაგროთ, კოჭა დავამაგროთ. არა არის მაგისთვის შექმნილი. შემოკარგებო. ამას თავის პრინციპები აქვს, თავის მიდგომები აქვს, თავის განხრა აქვს მახს, მოსახნევი ჯოხს ასე ვთქვათ. და თავის სპორტი აქვს და ისა ევროპაში ძალიან გათქმულია ეს განხრა და ასე შემდეგ რა. აქვე დავამატებ რომ ტივტივას აქვს 4 განხრა შემოკარგეთ. 4 განხრა და 4 განსხვავებული ჯოხი აქვს. ასე ვთქვათ. მოსახნევი ჯოხი, პოლონიური ჯოხი, მაწყჩი და შტაკი. განსხვავებული. ამაზე ვიდეოც კი მიგებს და შეგიძლიათ ნახოთ. ტივტივის ჯოხების განხილვა აწერეთ ჩემ ვიდეოს. ეხლა მოდი ასე ვთქვათ. კი შეგიძლიათ იყიდოთ, კოჭა დაამაგროთ, კორცოვები, ანუ ძუის გამტარის გოლები და აქციოთ
მტკვრის ანკესად, ხავსის ანკესად და ასე შემდეგ შეგიძლიათ, მაგრამ მე ვიძახი ახლა დეტალებში რატოა ახლა ეს შექმნილი, ხო? არ არის მაგის შექმნილი, რომ ჩვენ კოჭებით და ისინი დავამაგოთ. ეს არის შექმნილი, რომ ჩვენ ვისიამოვნოთ მაქსიმალურად ამ ჯოხით და პრინციპი აქ ეს, რომ აქ უნდა დამაგდეს ძუა, აი აქ აჩვენე. აი აქ უნდა დამაგდეს ძუა. ეს პრინციპი განხრაა ერთ-ერთი ტივტივის, რომ ჩვენ ტივტივით ვითევზაოთ და იგივე ადგილზე ჩავაგდოთ, ტემში ვითევზაოთ, თხილად ვითევზაოთ. და ასე შემ მაგიტოა შექმნილი ეს ჯოხი. მაგით იმიტომ არ არის შექმნილი, რომ მე კორცოები და ძუვის გამტარი რგოლები დავაყენოთ ასე, არა. თქვენ მე არ ვიზახი ვარ დააყენოთ. თქვენ როგორც გაგიხარდებათ, მეგობრებო, ისე მოიქცეთ. უბრალოდ მე ვხსნი დეტალებში რატოა ეს ჯოხი შექმნილი. თორემ მეტი არა. რატოა შექმნილი ეს ჯოხი. ამას თავის დატვირთვა აქვს, ამას თავის სპორტი აქვს, ამას თავის განხრა აქვს და თავის დანიშნულება აქვს რა. მოკლედ ეს არის 6 მეტრიანი, ჩემო მეგობრებო, ეს არის 6 მეტრიანი ჯოხი, არსებობს 3, 2.5-იანი, 3-იც, 4-ით, 5-ით და 7-მდე არის საკმარისი რა, კარგია. 7 მეტრიანი მოსახნევი ჯოხი არის იდეალური. ეხლა რატო საუბრობ ესეთ ამამად, ხო? მე ვარ სპორტსმენი მეთევზე ტივტივაში, ჩემო ფედერაციის წევრი ვარ და მაქვს იმდენი გამოცდილება ეხლა რომ ჩავწერო ეს ვიდეო და ავხსნა დეტალებში მოსახნევი ჯოხის პრინციპები, მეთოდები და მონტაჟი და წყობები რა თქმა უნდა რა. მაგიტომაც წერ ეხლა. იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ ამ მოსახნევი ჯოხმა, კონკრეტულად ამ ჯოხმა ძალიან ბევრჯერ გამარჯვებინა ტურნირზე. ამოვა ეხლა ფოტოები აქვს. ძალიან ბევრი გამარჯვებინა ამ მოსახლეობის ჯოხმა, იმიტომ რომ ტემში ვიჭერთ ამ სიწრაფეში ვიჭერთ. ეხლა მოდი ავხსნათ ეხლა. მაგ კიდე 4 მეტრიანი, რომელსაც გიოს ვათხოვებ დღეს და მაგ 6 მეტრიანი რა. მოსახლეობის ჯოხი ვითევზავთ ორივე. გიო, მაჩვენე შენი ჯოხი. ეხლა უნდა ავხსნე ერთი კიდე ძალიან საინტერესო ფაქტი, რომელსაც გიოსაც აემართა. მოდი გიო დაიჭეო ჯოხი. ჯიგარი. დაიჭირა კიდე ჩემო მეგობრებო 4 თეუზის ამ გათენდა. მოკლედ ეხლა ჩემო კარგებო რაზე მინდა საუბარი. ბევრს მოუწერია რომ მოსახნევი ჯოხი მაქვს და ძუა როგორ დავამაგრო წვერს, ხო? აი განსხვავებული ჯოხები მაქვს, განსხვავებული სიტუაცია. ეხლა ნახეთ თუ აი ამას იშოვით, არის კორექტორი, ფიქსატორის ეძახიან, რომელიც აი შედის აქ ძუა მარყუჟით და მე ადის ზევით რა. ამას თუ იშოვით, ან გამოწერით რა, იმიტომ რომ მე შეიძლება არ მინდა ფოტო მაღაზიებში იშოვებოდეთ ეს, იმიტომ რომ სინამდვილეში ეს კორექტორი შავი ამ ჯოხს მოყვა, რომელიც მე ტუნიზზე მოვიქე. მე ეს გადმოვიტანი აქ. ამ ჯოხს არ მოყოლია რა. თუ მოყვება და ძალიან კაი თუ არა და ან გამოწერეთ, ან ძალიან კაი საშუალებაა ეს ძუას გამოვდებთ, აწევთ, ხო? მუშა მდგომარეობაში. თუ ეს არ გაქვთ, შეგიძლიათ აი ესეთი რუიანა კარაბინი როა, რუიანა კარაბინი დაამუშაოთ კარგად და აი ეს ძაფით ამაქვს და მე წებოთი რა. ესე მდგომარეობაში გააკეთოთ. შეგიძლიათ რუიანა კარაბინი გამოიყენოთ. აქ რუიანა დავაწებოთ და კარაბინი მოძრაობდეს გახსნით. გაუკეთებთ ძუას და ჩაკეტავთ. თუ გნებათ დიდი ზომის მწრაფ ჩამკეტები იქონიეთ, ჩამოწევთ სილიკონს, გაუკეთებთ ძუას, აწევთ სილიკონს. და თუ ეს არ არის და ასე ვთქვათ, ესეთი ჩინურებში უფრო ხდება ხოლმე ჩინურ ჯოხებში რა. ეს არის აი თოკი თუ მოყვება, ეს თოკი ბევრჯერ მინახია რომ გადაუჭრეთ მეგობრებს. მეგობრებო, არ გადაჭრეთ. ეხლა რატო გადაჭრეთ? ეს არის იგივე კორექტორი და ფიქსატორი ამ ჯოხის. აი ეს თოკი. ეხლა რატოა ეს თოკი? ეხლა დაიჭი. ამას ყვანძავთ, შემოკარგებო. ამას გავყვანძავთ. ასე გავყვანძავთ. აი ასე თომრებში. ჩანს ხო? გავყვანძავთ და აი აქ უკვე უმაგრდება ძუა მარყუჟით და აღარ წავა. ჩემ მეთოდები გაჩვენეთ, როგორ შეიძლება. ეს არის კორექტორი. რაც უეჭველი და ოფიციალურად უნდა კონდეს ასე თქვათ, ამ ჯოხს, მოსახნევ ჯოხს და თუ არ გაქვთ ესეთი რაღაც, შეგიძლიათ აი ესეთი რაღაცების გამოიყენოთ რა. თქვენ ფანტაზია ჩართეთ მეგობრებო და ფანტაზიის მიხედვით არ უნდა ძალიან დიდი კარაბინები, არ უნდა დიდი საფჩამკეტები და ასე შემდეგ. შეგვიძლია ესეთი რაღაცების გამოიყენოთ, რომ ბევრმა მოუწედეთ ასე შემდეგ რა. საფჩამკეტები. აგე მოდი, შემოდი, ქორჭილა დაიჭირა.
აგე დავითამ ჩვენ პატარა მეგობარმა. მოეთ. აგე შემოდის თევზი რა. დღეს მაგრამ ვიდეოს ჩავწეკ. იგაიხა დავით. მოკლედ მახი ახსენი. აი საშუალებები გითხარით. თუ რამეს მაინც ვერ გაიგებთ, ამას კითხვა იქნებათ, მომწერეთ, ხამცაშვილი გიორგი ბიწერია Facebook-ზე და დაგეხმარებით რა. ისე არ უნდა გამიშვია, ვინც შეთა მოსულა რა. კარგად კაიჩები მიმიცია და კარგადაც გამიშვია ჩემი მეგობრები. მოკლედ აი ესეთი რაღაცა სიტუაციაში თუ ეს არ გაქვთ, გაჭირვებაში ასე ვთქვათ რა, ცოტა არ გამიგოთ, გაჭირვებაში შეგვიძლია ესეთი რაღაცები გავაკეთოთ და მოვიფიქროთ, რომ ვამუშაოთ მოსაქმეები ჯოხი. მოდი ახლა ავაწყოთ მოსაქმეები ჯოხი. ეხლა ზოგი შლის და მერი აწყობს. არა, მე ეხლა როგორ ვაწყობ მოსაქმეები ჯოხს ასე გეტყვით. აი დაშინ მდგომარეობაში მაქვს და სწორად ვიგებ უკვე დისტანცია ამ ძუას ვიგებ რა. აქ ბევრი უნდა ახსნა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვებია, რა თქმა უნდა, ბევრი ნიუანსია, რაც ეხლა უნდა გავითვალოთ. ეხლა უბრალოდ არ არის თევზაობა, ეხლა ტივტივით ხო? კი, ბევრს თქონია, რომ ტივტივა ჩააგდია, ამოიღე და არ არის რა მეგობრებო რა. ძალიან ბევრი დაკვირვება ჭირდება, ძალიან ბევრი ცოდნა ჭირდება და ყურადღება ჭირდება ამ ყველაფერს და პროცესში უნდა დავუყროთ ყველაფერს. ეხლა წინასა ვერ გაიგებ რა უნდა და ასე შემდეგ რა. მოდი ეტაპ-ეტაპ ვარ დავიბნეთ. ეხლა ავხსნათ როგორ ვაწყობ მოსაქმეები ჯოხს და მე ავხსნათ სიღრმის დისტანციას როგორ ვიკავებ რა. ზუად გამოვიყენებ ნოთ 18-ს. შემოდის თევზი მაგას შემოსულია მეგობრებო. რა უნდა ავხსნა რა. აი ეს მარკუს აი უბრალო მარკუსი და არ გვინდა ძალიან დაკითხული რაღაცა, უბრალო მარკუს ვაკეთებთ. მარკუს ვაკეთებთ. მარკუსი არის, მარკუს ვაკეთებთ პირველ რიგში. აი ესეთ მარკუს ვაკეთებთ. მერე შეხედე. ჩამოვწევთ. აი აქ სკალი რო აქვს რა და ამას ვწევთ მაღლა. აი, ავწიეთ. დამაგრებულია, ასად აღარ წავა შემოკარგებო რა. მოკლედ, მე ესე ვაკეთებ. გაშინ მდგომარეობაში მახი არ აწყობთ. ჩემი რჩევა იქნება, რომ მახი გაშინ მდგომარეობაში არ აწყობთ. აი ესე აწყეთ თუ აწყობთ რა. რო დითა აი ესე ვიჭროს ზუა და სამშლი. აი ეს. რო ზუა კარგად გავჭიმო და მივიყვანო. ზუა უნდა გავაკეთოთ როგორ. თუ არის 6 მეტრიანი მოსაქმეები ჯოხი, უნდა გავაკეთოთ 6 მეტრიანი ზუა. თუ არის 4 მეტრიანი, 4 მეტრიანი. მაგრამ ეხლა მე როგორ ვაწყობ ეხლა ჩემ მოსაქმეები ჯოხს, ამას გეტყვით. ხო არის 6 მეტრიანი ჩემი, ხო? 6 მეტრიანი არის. მე ეხლა აი ესე რომ მიჭირავს, ჩემთვის არაკომფორტულია ეს ჯოხი რა. აი ესე ვერ დავიჭერ. როგორც ირგებთ, ისე მოიგეთ. აი ესე, აი ჩემთვის ეს ხო? სადაზუა. ჩემე. მოვჭიმე ხო? მოვჭიმეთ. ჩვენ ზუა. წვედა ჩვენი. აი მოვჭიმეთ ხო? აი უყურეთ. შეხედე. აქ იქნება უკვე ტყვის ადგილი. აქ უკვე დავიმახსოვრე ეს. ამინდა ძალიან დისტანციაც მოკლებული მაქვს და ვერც გავის რა უნდა შევაგდო მეგობრებო, იმიტომ რომ დისტანცია ახლა ვერ გავის, იმიტომ რომ ხალხიც მიდგას რა წინ. აი აქ უკვე ვიჭრი, აი დისტანცია, სადაც ხელი გაქვთ, აი ხელი ხო გაქვთ. სიამდვილეში რო ამოწევთ, ეხეც უნდა ვიფიქროთ, რო ამოწევთ. ამოწევის დროს უნდა მოვიდეს თქვენთან ხელში. ანუ პირდაპირ ხელში უნდა მოვიდეს თევზი. ამ დროს აი უყურეთ, ამ დროს აქ ვჭრი. და ვითვალისწინებ უკვე სადავესაც რა. სადავე გავითვალისწინებ, გაიჭრეგიო. სადავე გავითვალისწინებ. ეს ვიტყვი რა, რომ ცოტა არ დავობინოთ მეგობრებო. ამ ჯოხებს, მოსაქმეებ ჯოხებს უხდება ძალიან ფიქსირებული ტიპი რა. გაჩვენეთ როგორი ფიქსირებული ტიპი. აი ესეთი ფიქსირებული ტიპები უხდება ამ ჯოხს. მაგრამ მე უბრალოდ ეხლა ძალიან მინდოდა დღეს დილით რაღაცა გულიმისო ხავი რა, კაცო ცუც არ ვიცი, მაგრამ მინდა რომ დღეს ვითევზაო ფიქსირებული ტიპით, ისა ცოცავი ტიპით რა. და ტიპის ვითევზა არ აქვს დოგმა ეხლა რომ კი სწორი მიდგომა მოსაქმეები ჯოხსი არის ფიქსირებული ტიპია, მაგრამ სამოყვარულოზე თუ გნებავთ, ჩემო მეგობრებო, ფიქსირებული თითევზავით, თუ გნებავთ ცოცავი თითევზავით. უბრალოდ მე ვხსნი დეტალებში, როგორც წესია, როგორ უნდა ავაწყოთ მახი ჯოხი რა.
სწორად იწყობა ფიქსირებულ ტირტივას. მაგრამ დღეს ავაწყობ ცოცავს. მოდი ცოცავი ავაწყობ. აი სამიდა გამოვიყენებ ძალიან წვრილ სილიკონის დამჭერებს, ანუ სტოპერებს, ესი ნომერი, ანუ პატარა ნომერებს გამოვიყენებ, რომ კარგად მოიჭროს ჯვაზე და ის სიღრმე არ დამაკარგინოს, რაც სიღრმეს აღმოვაჩენ თავიდან და იმ სიღრმეზე ვიჭერ, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ იყოს ხარისხიანი სტოპერები ჩამოკარგებო რა. თუ სიღრმე დაკარგეთ, დიდი მნიშვნელობა აქვს რა, შეიძლება ვერ დაიჭროთ ცეკვი, აი ეს რაოდენობა, რაც ახასიათებს სწრაფჭერას. მოკლედ შევიდა, დღეს ავაწყობ ცოცავ ტირტივას. უბრალოდ კიდე გამეორდები, რომ მოსაქმნელ ჯოხს უხდება ფიქსირებული ტირტივა რა. სწრაფჭერისთვის ნელად დაცემა უფრო კარგია რა. აი აქ მე შედის ზედუკეთია რვიანა კარაბინი, პატარა ზომის. ყოველთვის მაგას გირჩევთ, რომ მონტაჟები არ დატვირთოთ მეგობრებო. იქნება ფიდერი, იქნება ტირტივა, ასე და ასე შემდეგ. მონტაჟები ძალიან არ დატვირთოთ რა. არ ჭირდება ამხელა რვიანა კარაბინები, არ ჭირდება ამხელა სწრაფჩამკეტები და ასე შემდეგ. არ ჭირდება რა. ძალიან დელიკატურად აწყეთ ყოველთვის, თუ გინდათ რომ ისიამოვნოთ, დელიკატურად აწყეთ წყობა. შეხედეთ მეგობრებო, თუ ჯიგარი თუ ხვდებით მეგობრებო, რომ სილიკონი არის ცოტა უჭის მოჭერა და ასე შემდეგ ძუაზე, შეგიძლიათ ორიც აიყოთ რა, ან სამი. რომ თავარია ეს სიღრმე არ დავკარგოთ. ეს სიღრმე ეს იყოს ზემოდან სტოპერი რომელიც იქნება იყოს ძალიან გამძლე რა. რომ არ დავკარგოთ სიღრმე. შეიძლება ჭერა იყოს ჭერა 100 ამოვიყვანე, მაგრამ აი ამან უბრალოდ შეიცვალა სიღრმე და მორჩა. მან დამთავრდა თქვენი თვალსაჩინო. მოკლედ არის ეხლა მე გამოვწერე, არ გავასახელებ, ხა რეკლამას არ გავაკეთებ, საიტს არ გავასახელებ, ხა გამოვწერე. მაგრამ გამოვწერე ასეთი რამე, აი ესეთი სიმძიმეები გამოვწერე. სამოყვარულოზე დაშვებულია და შეიძლება და მაგიტომაც გავაკეთებ. აი ესეთი სიმძიმეები გამოვწერე, აი ესეთი სიმძიმეებია. აწერია. წონები აწერია, ძალიან მომეწონა. ჩანს ხო? კი. ეხლა ეს ტირტივა არის 6 გრამი, ხო? მოდი ჩვენ ეხლა დავაყენოთ 3.5. თუ დასჭირდა მე უკვე ბურთულები დავამატოთ. უბრალოდ ავხსნით, თორე მე უბრალოდ ბურთულებით მიყვარს, იმიტომ რომ ბურთულებით მე გათხრას ვაკეთებ ძალიან სერიოზულს რა. მე ამას უკვე დეტალებში ავხსნით სხვადასხვა ვიდეოში. როგორ უნდა ვითევზაოთ მარტო ამოწევაზე. აი ხა ჩატკმა რო არის, შეიძლება თევზმა, აი როგორ უნდა ვითევზაოთ, რომ აი მარტო ამოწევა იყოს და ისე დავიჭროთ თევზი, ხო? ამ სხვადასხვა ვიდეოში შემოგთავაზებთ. შემიძლია ეგ, მაგიცონა და მაგიტოს წერ რა. რო არ შემიძლია არ ვიცოდე და რაღაცა შემიძლია არ ჩავწერთ ვიდეოს რა, მას არ ჩავწერთ. მოკლედ აი შეხედეთ არ გვინდა კიდე ბევრს ვაკვირდები აქ რომ ძალიან სქელი ძუებით ევზობენ ტირტივაზე რა არ შეიძლება მეგობრებო ტირტივაზე წნული და არ შეიძლება სქელი ძუები ეხლა რატო სქელი ძუით რო ხართ ძუ უნდა იყოს ბზირვადი როცა ტირტივაზე თევზავთ უნდა იყოს ბზირვადი ეს დუგა ეს მუცელი გაიგებს იმიტომ რომ წყალს რომ მიაკ დუგა რა თქმა უნდა ტირტივასაც ვერ გაგიჩნევს ტირტივასაც მიაკ მოგეთი სქელი ძუოთ უფრო მიაკ და გირჩევთ რომ no tramid no lorry ტირტივისთვის არის იდეალური რა და აი შევიდა მეგობრებო მოგიგეთ ხომ სტოპერებს აქ
კაია, იმიტომ რომ კაი გათვლაა რომ ვარდება ტივტივა, რომ არ გახერხოს ძუა. კაი ვარენდა, მაგრამ უყურეთ აი ამს ბურთულას ნახეთ. პირველად ვიყენებ ხა და მომეწონა, იმიტომ რომ სილიკონი აქვს რა. და არ დაკარგოთ მონტაჟს რა. მოკლედ, ეს ავაწყეთ, ეხლა მინდა აი ესეთ სწრაფ ჩამკეტებს გამოვიყენებ. აი ესეთ სწრაფ ჩამკეტს გამოვიყენებ. პატარა ზომები, მეგობრებო, პატარა ზომები არ ჭირდება, დიდები არ ჭირდება. ტვითავთ. აფრთხოთ. და აზიანებთ თქვენ მონტაჟის წერტილს. დამიჯერეთ რა. ძალიან დიდი მონტაჟები, ძალიან დიდი დატვირთვა კარაბინის, ვიანას არ ჭირდება. დამიჯერეთ რა. ორივე კვანძი, როგორც გნებავთ. კი არ ტვითავ რა მონტაჟებს და არ ტვითავ ვიდეოში რაღაც მე შენახული მეგობრებო ეხლა ეს ერთიანთ ვერ ჩავწევთ რა ამ მონტაჟებს და ეტაპ დაგიდებთ ამ მონტაჟებს სპორტულ ტივტივას, სპორტულ წყობებს და ასე შემდეგ რა. ტივტივა არ არის ადვილი, დამიჯერეთ. ადვილი არ არის რა. ერთ-ერთი ძნელი სტილია ტივტივა. ერთ-ერთი ძნელი. ეხლა მეტყვით შევა დამიწეროთ რომ რა უნდა ეხლა ჩაატყი ამოიღო ეგრე არ არის მეგობრებო ეგრე მართლა ჩატყმაზე არ არის ყველაფერი ეხლა აგიხსენთ ყველაფერს დეტალებში რას გულისხმობ ირდი ვაწებო ხო იცი ეხლა დაამოღა მეგობრებო ხო ეგ არის აწყე შენი ხელი აი ყურე გავუკეთ ძუა ეხლა გავუკეთ ეს სადავე მოდი ამაზე წავხსნით, ცოტა გამეწერა ვიდეო, მაგრამ მოდი ავხსნათ. თქონა მექნება არ გადაახვიოთ ვიდეო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია გრჩებათ, როცა ახვით. დამიჯერეთ მეგობრებო რა. აი ესეთი რგოლები, სადავის შესანახი 5-ია მეგობრებო. ეხლა მოდი ავხსნათ ეს რა არის. ამაზე ერთ გოლზე შეგიძლიათ 15 და 20 დააყენოთ, იმიტომ პატარა. დიდზე რა თქმა უნდა, შეიძლება 60-ზე წაიყვანოთ რა. ამის ვიდეო კი მიდევს, ეხლა აღარ დავიწყებ ახსნას, მაგრამ ამის ვიდეო მიდევს. მოდი ეხლა ავარჩიოთ. აი ეს დავერგოთ, ეხლა ამაზე ავხსნათ რა. აი მეგობრებო, ყურეთ. კაიო, მე აი საუბარი რომ კაი დავახვიე, სადავეზე ნებსკავი გაუკეთე, მორჩა. მაგრამ ბოლოს, როცა ვამთავრებ დახვევასო სად როგორ ვამაგრებო ხო? შეგიძლიათ ჭიკარტები გამოიყენოთ და შეგიძლიათ კიდე მეორე ვარიანტი მაქვს, მაგრამ მე გაჩვენებ მეორე ვარიანტს სხვა ვიდეოში და აი ესეთი ჭრილი რომელსაც აქვს შემოკარგები ხბერმა არ იცის რა. აი ეს ჭრილი რომელსაც აქვს იყიდეთ ხოლმე თუ არჩევაში წავა, იყიდეთ აი ესეთი ჭრილია. ეხლა რატოა ეს ჭრილი რატოა მოგიგეთ? ნახეთ? აჩვენე? ახლა აჩვენე. ეჭრილი აი ეს გამოდის მეგობრებო და სადავის ყუნწი აქ ამაზე შეხვეული აი დახვეული ხედავთ ეს ამისაა შექმნილი რომ ბოლო ნემსკავი ბოლო სადავი ამაზე დავამაგროთ და დავაფიქსიროთ ჩაიკეტა ისევ პატარა ნემსკავი მაქვს სადავეთი 15 10 სანტიმეტრი მეტი არა აი ეს ცოტა გრძელია აი ესეთი ნახეთ სწრაფ ჩამკეტი. სილიკონი ჩადის ქვემოთ. შკალში შედის სადავე ჩვენი. ჩაიკეტა. მორჩა, ეს აღარ წავა. ეს სიტუაციაში. აი მოდით ახლა ჩემი ჯოხი გავშალოთ. აჩვენე. აი ყურეთ მეგობრებო, ჩავაგდე ხო? უცებ მოდის ტივტივა როგორ დავტვირთოთ სწორად ხო? ეხლა დავამაგრე მე როცა სიღრმე ისინჯება და ან ტივტივა ისინჯება ეს სიმძიმეები ბურთულები გეხნებათ თუ არა აქვს მნიშვნელობა რა სიმძიმეს ამოიყენებთ ქვემოთ ჩამოდის ყველა სიმძიმე შემოკარგება ყველა სიმძიმე ჩამოდის ქვემოთ რომ ჩვენ სწორად დავაყენოთ ტივტივა სწორად გავიგოთ ფსკერი იმაგიტო ჩადის ყველა სიმძიმე ჩადის ქვემოთ ეხლა დაახლოებით გავუკეთე ეხლა 6 გრამიანი ტივტივა არის ეხლა ამას აკლია ჩემი არის აკა თუ გინდა გასიჯოთ ნახეთ შეხედე ქვემოთ ჩამოდის ტივტივა
ჭკვიას, ანუ სიმძიმესთან ახლოს ჩამოდის, რომ სწორად გავიგოთ. ამას აკლია, ახლა ისე გავაკეთე. ამას აკლია. ამის გამო, ჩემო მეგობრებო, რო აკლია. არა, რა თქმა უნდა, ამ ბურთულების გაკეთებაც უნდა ვიცოდეთ სწორად. აი, უყურეთ, მე აი ამ სიმძიმეს, ეხლა მე მაღლა არ ჩავკეტავ. მე ამ ბურთულებს გავკეთებ დაბლა, რომ იყოს მოძრავი. მე არ ჩავკეტავ. უფრო ზომიერა იქნება. ეხლა რატო ვიწერეთი? ხო შეიძლება ესეც გავკეთდეს, მაგითო ვწერეთ, თორე მე ამ ბურთულებს რო ვიყენებ, ხო, ამ ბურთულებს, აი ამ სიმძიმეს რო ვიყენებ, ხო? მე შემიძლია ეს სიმძიმეს დავამატო. უბრალოდ ეხლა ბურთულებს ვამატებ რა. უყურეთ ასოები დამხმარე ბურთულას უკეთებ აქ ყოველთვის პატარა დამხმარე ბურთულას ძირში უკეთებ. აი ძირში გავუკეთე დამხმარე ბურთულა, რომელიც რა თქმა უნდა სწრაფშამკეთეს ჩაიტანს, ესე ჩაიტანს. გაკეთებულია, ხო? ამას არ იყო ხა. ამას ეხლა მე უკვე ამ პატარა ბურთულას ზემოთ გავუკეთებ ცოტა დიდს. აი და ხეთქლა, აი გას იდეალურად, როგორც მინდოდა. ეხლა დავტოვე შავი. იცით მე დავტოვება, მეგობრებო. შავი დატოვება მინდოდა და ეხლა დავტოვე შავი ფერი, წითლის ქვემოთ, ეხლა ავთვნია. აგას დაემთხვა. მოკლედ ეხლა რატომ მინდოდა შავი დამეტოვა. არ არის დოგმა, რომ წითელი ფერს უნდა უყუროთ მაინც ან შავ ფერს ან მწვანეს. დოგმა არის მეგობრებო. თქვენ უნდა ააწყოთ მონტაჟი, თქვენ უნდა მოირიგოთ, თქვენ როგორც ხედავთ, ისე უნდა აწყოთ მონტაჟი. და ეხლა მე როგორც ეხლა დავტოვე ესეთი შავი, ხო? შავი ფერი დავტოვე. აი აქამდე დავტოვე. ეხლა რატო? გააქტიურებული თევზი, რომ უფრო მეტად ვისჭიროს სწრაფად. ეხლა რატო? ამ წითელი ფერის გვინდა არ გვინდა ასე თუ ისე მაინც ამინდის მიხედვით გვატყუებს რა. პატარა მონაკვეთსა და პატარა ჩატყუნსაც ვერ გვებულობთ. შემოკარგებო რა. და აი აქ რო უკვე შავი ჩანს, აი ეს ჩანს. შავი რო ჩანს, შეეხო თევზი გაქრა. ესე იგი თევზი. გაუმერცეს მოგრო. აი არა მისას ნენელა რა. აი ზდიმო მოვათავობა სულ არა. კი, გაიხარეთ. ჩემი გამომწერია მეგობრებო, დამინახა და მომცა. ძალიან გამიხარდა. მოკლედ მეგობრებო, აი აქ რო დაინახავთ. შეიძლება ხა ამაზე არ არის დოგმა ხა შავი იყოს, შეიძლება ფოსფორი ფერი იყოს ქვემო, შეიძლება წითელი ფერი იყოს. ოს თქვა სწრაფად გაიგოთ, აი რა შვებას იყოს შეეხო, ცნობ შეეხო. ახლა შეიძლება მე გამოსვლი მაქვს, მეტი შეიძლება უფრო ხდები. აი ო შეეხო, სწრაფად ჭამს თუ ხარბას ჭამს, ნელა ჭამს თუ ასე შემდეგ. ყველაფერს გებულობთ, ამიგი ამტივდით. ყველაფერს გებულობთ რა. ესე ჩატყმებით. არ არის დოგმა რომ წითელი ჩანს მაინც რა. ქარში რა თქმა უნდა თვითონ თავის პრაქტიკა აქვს, ქარში სხვანაირად ვაწყობთ. წვიმაში სხვანაირად ვაწყობთ. ამიდებს მიხედვით ტიტუების ფერებიც იცვლება რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა ვაწყობ როგორ, ეს შავი ჩანს წყალში, შეეხება თუ არა, ესე იგი მივიდა. ჩვენ მზად ვართ ეხლა უკვე სიღრმე, მოდი სიღრმე შევავთ. ჩვენ ვიცით რომ ეს შავ ფერზე დგას, ხო ზრია. შავზე ხო დგას? შავი ხო არის? შეგიძლია მოხაჩო მეორე. ეხლა სიღრმეს როგორ პოულობთო რომ ეკითხებით რა. ძალიან ადვილი მეგობრებო. ამ სილიკონებს ვწევთ იმდენი ხანი, სანამ ტივტივა არ დაგიწვევთ. ანუ ან არ დაწვება ესე, ან ესე. თუ ესე გადაიხარა, ესე იგი სიმძიმე მივიდა ფსკერამდე. და უკვე მოძებნილია ფსკერი. გამიგეთ მეგობრებო. და უკვე ფსკერიც მოძებნილია. ამ დროს დაინახავთ რომ ესე ტივტივა დაწვა, ამ დროს აღარ აუწევთ და უკვე პირიქით დაუწევთ ოდნავ რა. და ეს სიმძიმე მოარიდოთ ფსკერს. მოდი ახლა სიღრმე გავიგოთ. სიღრმე მე
გადავები. აი ესე როგორ სამ წეს ამოძები თუნდა წიოდა თი. აჰა, ამოიწია. დაინახეთ. შავი ფერი ამოვარდა უფრო, ესე იგი იმას ნიშნავს, რომ კერძზე მივიდა ჩვენი სიმძიმე. ამ დროს ჩვენ მე გადავარ. ცარილემს გავიქანდა? მართლა? ყველაფერი ჩავს. ცარილემს გავზიამუდა, მეგობრებო, თექნიკი. ამას რა თქმა უნდა. ბიტო. დიო. დამიჭირე რა. აუდო. მაგარი. და იგა. აუდო მეგობრებო, დავთვალოთ რამხელა იყო დაახლოებით. აი ეს ეყოფა რა. ეს ეყოფა მეგონდა. და ის შემოწმეთ რომ ერთი და იგივე ფსკერი არ იქნება მეგობრებო ყოველთვის რა. ლეპტოპზე იწეს ისე როგორ გავიჭერთ. ამას დავიდე. აი. მოკლედ ჩემო მეგობრებო, ტელეფონს წერნიდი და მანამდე ჩვენ სანამ მე ტელეფონს წერნიდი დავიჭრეთ. აი რაოდენობა, აი ხა ასე თქვა. აი როგორ გითხართ რა, აქტიურიც არის და პასიურიც არის რა, ანუ შემოვა, გავა და ვიჭერთ და იცი თქმა მინდა რომ წვლილი მოდის რა, წვლილი კარჩხანა მოდის მეგობრებო რა, ძალიან წვლილი კარჩხანა. თუ შემოერევა ცოტა რაღაც კაველიანი ვარ, დანარჩენი უკვე ძალიან წვლილი კარჩხანა მოდის, აი მოდი გაჩვენო. აი ესეთი კაჩხანები მოდის და ამას ცოტა დიდები რა. მოცა ვაგროვებ რომ მე გაჩვენოთ კადრში, გაშვება და ასე შემდეგ. ეხლა მე გაჩვენებ კიდევ, მოდი მოსახლეობის ჯოხს შევეხები, ეს ვიდეო არის მოსახლეობის ჯოხზე. უფრო რა მინდა რომ კიდე გამიხილო მოსახლეობის ჯოხზე რა, და გავითვალისწინოთ. ჩემი არის 6 მეტრიანი, ხო, არის კიდე 3 მეტრიანი, 4 მეტრიანი, 4.5-იანი, 5 და 7-იანი. ეხლა გავითვალისწინოთ. სიგრძე. ჯოხს ამხელა სიგრძეც აქვს. იმხელა ძუა ემატება ებმევა ჯოხს. ეს არის 6 მეტრიანი ხა. და ძუა რა თქმა უნდა 12, ანუ ჩვენ შეგვიძლია 12 მეტრში ვითევზაოთ მოსახლეობის ჯოხს. აი ამ ჯოხით ახლა შეგვიძლია 12 მეტრში ვითევზაოთ, მაგრამ 12 მეტრში ხა მე ვერ ვითევზაობ ფიზიკურად. ხა რატომ ვითევზაობ ამას აღიხსნით. უყურეთ. აჩვენე სიღრმეს რო ვაძლევთ, რა თქმა უნდა დისტანციასაც ვიკლებთ. და ვითევზაობთ 10 მეტრში ან 7 მეტრში. ესაც გავითვალისწინოთ რა. თუ არის 6 მეტრიანი 12 მეტრში ვითევზაობ, იმიტომ რომ ძუაც რა თქმა უნდა 6 მეტრიანი გამოდის წელიდან აქამდე. სინამდვილეში უნდა ვითევზაოთ 12 მეტრში. სინამდვილეში ვერ ვთევზაოთ 12 მეტრში. და თევზაობთ სულთად 10 მეტრში ან 9 მეტრში. აი ამის თქმა მინდა რა, იმიტომ რომ აქ ხო სიღრმე აგე მეტრა და რაღაცა მაქვს მომეტებული, ხო? მე ხა 12 მეტრში ვერ ვთევზაობ. მე ვთევზაობ 10 მეტრში კომფორტულად. ეხლა კიდე რა გავითვალისწინოთ. წერთ ხოლმე რომ აი ძუა ვიყიდეთ ასე შემდეგ რა. ძუა თუ ტივტივაზე თევზაობთ, უნდა ვითევზაოთ და უნდა ვიყიდოთ ძირვადი ძუები შემოკარგული. ძირვადი ძუები. 0.18, 0.2 და აჰა, გამოწიეთ 0.3. მაგრამ ძირვადი ხარ რატო? თუ გარ გაიკეთოს და მუცელი არ გაიკეთოს მეგობრებო. მუცელი. შეხო ისა ფაქტი ქონიათ დაწუნებული ვარ, იმიტომ რომ ყველა მეთევზეს ქონიათ ეს ფაქტი. მუცელს რო იკეთებს, ეხლა რატო მუცელი რატო გვიშლის პრობლემას, ხო რატო ქმნის პრობლემას მუცელი და ანუ დუგა ასე ვთქვათ რა. როცა ქარი ანიავია და ძუა არ იძირება, ხო? ასე კარს რო იკეთებს, წყარს მიაქ ეს რკალი. წყარს. ამ დროს წყარს რომ მიაქ რკალი, ამ დროს ტივტივაც ატარებს. ერთად გიძე ვერ ჩერდება. ან დაკვებილი იყო უარეს
პრობლემას გიქმნის ესეთი ფაქტი. ამის გამო ძირვადი ძუები გამოიყენებს. მე ვიდეო მაქვს ჩაწერილი როგორ ძირავ მატჩზე, როგორ ძირავ პოლონიურზე, მაგრამ მოსაქნელ ჯოხში არ მაქვს ჩაწერილი და ეხლა გაჩვენებთ მოსაქნელ ჯოხზე სწორად როგორ იძირება ძუა. რომ ჩვენი ტივტივა ერთადერთზე იდგეს და არ მოძრაობდეს. აი ახლა გავუკეთოთ. თან აგიხსნით ჯოხი არის. ჯისტიმის ჯოხი არის, აი ესეთი. ჯისტიმის ჯოხი არის. უკრაინული ფირმაა, მეგობრებო, 6 მეტრიანი. ძუას ვიყენებ Nord 18-ს. Nord 18 ძუა მაქვს. სადავე Nord 14, ნემსკავი, აჩვენე. ნემსკავს ვიყენებ ახლა ამჟამად 12 ნომერს. 12 ნომერი მიყენია, Honor-ის 12 ნომერი. Honor-ის. აი ესეთი. ამაზეც მაქვს საუბარი, რომ მაღაზიებში იყიდება ორიგინალების და არაორიგინალი Honor-ებიც მეგობრებო რა. ფასებში განსხვავდება ძალიან. და თან ფერებშიც განსხვავდება და შეფუთვაშიც განსხვავდება ძალიან რა. თუ და ნომრებშიც. ახლა ორიგინალში რაც უწერია ის ნომერია ზუსტად, რა არორიგინალში თუ უწერია 10 შეიძლება მოგცენ პატარა ნემსკავი არ არის. შემდეგ ესეც გააკითხომე რა. Honor-ის 53-100 სერია ასეთი. ეხლა 53-100 რას ნიშნავს, ხო? ბევრ ვიდეოში მაქვს და კიდე აქვს. აი ამ სიწვრილეს ნიშნავს, აი ამ მოდელს ნიშნავს, ამ ვიზუალს ნიშნავს, აი ეს ნემსკავი. სერიები უაწერია გვერდზე 105, 110, 120, 130. ეს ნიშნავს ნემსკავის ვიზუალს. ისა ფორმას, სიწვრილეს, სიგანეს და ასე შემდეგ რა. აი იმას ნიშნავს. ეხლა კარჩხანაზე ეს ნომერი 14 ნომერი ამის 14 ნომერი 10 ნომერი 14 ნომერი იდეალურია მეგობრებო მარტო Honor-ზე არა ფლაგმანებშიც და სხვადასხვა ფირმებში რა არ უნდა ეხლა ძალიან დიდი ნემსკავები თუ გინდათ კომფორტულად და მალე იჭიროთ არა საჭიროთ დიდი ნემსკავები რა თვითონაც მე პირადად კობრზე დითევზე პატარა ნემსკავით თევზი თუ მაგარი შედეგიანია და კიდევაც დავამტკიცე ეგ ჩემი ვიდეოებში რომ პატარა ნემსკავით შეგვიძლია რომ დიდი თევზებით სამოვიდეთ რა. აი ახლა უკეთებ როგორ ახლა გაჩვენებთ. როცა აქტიურია თევზი, აღარაა საჭირო დიდი ბუკეტები, დიდი ნაწილი როცა აქტიურია და გვინდა რომ ის აქტიური თევზი უფრო მეტად და უფრო სწრაფად ვიჭიროთ, რაც უფრო გააქტიურებულია, იმაზე სწრაფად ვიჭიროთ, აი ესეთი რაღაც მეგობრებო, აღარაა საჭირო რა. აი ესე გაუშვებთ. აი ესეთ რაღაცას იზრდებთ. აი ესეთ რაღაცას შეგვიძლია, აი ესეთ. აი ესეთი რაღაც. ოდიში. მოკლედ, ეხლა კიდევ გავმეორდები რაზე. ვინც ეხლა შემომიეს თითა ეხლა იწევთ არხს. ძალიან გთხოვნა მექნება, რომ ძველი ვიდეოები ნახოთ ჩემი რა. რომ აი ეს დეტალებში ყველაფერი ახსნილი მაქვს და აი ამ ნემსკავს შევეხები ახლა კიდევ. გახსნილი რო არის რა. ახლა ვით შემოვიხედით ამაზე დამისვით რამოდენიმე კითხვა და ახლავე ახსნი ამასაც ახსნი დეტალებში რა. არა ფხს მეგობრებო. 300 ვიდეო მიდევს, 300-ვე ვიდეო მიდევს თევზის ამოყვანა და ვიჭერ კარგად. ესეთი გაკეთების სტილი არ აფრთხობს. უფრო შედეგიანია, ეხლა რატო არ შედეგიანი ამასაც აქვს. ეს ქვემოთ რო არის, ქვემოთ არის. ხო არის ქვემოთ. ისა ჩანს ღია და წვერი და ენა ჩანს ღია მდგომარეობაში. ამ დროს თევზი მოვიდა, შეიტანა, გამოგდების დროს შეერჭო. აი ეს შედეგიანია ძალიან მაგარი. კი, სხვადასხვა მონტაჟები ვიცი, მიდგომები ვიცი ამას რა თქმა უნდა სხვადასხვა ვიდეოებში შემოგთავაზებთ რა. ესეთი მიდგომა თევზს არ აფრთხობს. უფრო შედეგიანია და სწრაფად დაიჭერთ დამიჯერეთ მეგობრებო რა. თხილ თევზსაც, აქტიურ თევზსაც და ასე შემდეგ. ეხლა მოდი ჩაძირვის პრინციპი ვნახოთ. ჩაძირვის პრინციპი მოსაქნელ ჯოხს როგორ აქვს. დავისწორეთ მეგობრებო. აი ამ დროს აჩვენე. ეს აჩვენე და დავისწორეთ. ამ დროს წვერს ყოფთ. აჩვენე წვერი, წვერს ყოფთ და 1 2 3. აი ეს გაკეთებ. დამი თქვენი ძუა აჩვენე და ჩაიძირა. ახლა ძუა ჩაძირულია წყალში. არის? აი ეს პრინციპით ძირავთ მოსაქნელ ჯოხზე ძუას.
ესე პრინციპით. ეხლა არ არის საჭირო, იმიტომ რომ გარი წყალია, იავი არ არის და არ ვზირავ. და სინამდვილეში ესე იძირება, მოიცოდეთ რა. კიდევ მახსენებ რომ მოსაქმე ჯობს თავის კლასები შემოკარგებულ რა. როგორც რბილი ვარიანტი, მოხისტო ვარიანტი და ხისტი. ასე ვთქვათ, ძალიან ხის ჯოხებს ეძახიან კარპოვ ჯოხებს. ანუ შეგიძლიათ შეგიძლიათ რომ მახსეც მოსაქმე ჯოხებს კორპუსით ამოიყვანოთ. დავიჭერია და პირადად მე გამომისტია ერთ ამბავ. კი, ბევრი გამქცევია, მაგრამ ბევრი ამოყვანია მოსაქმე ჯოხს. ერთ-ერთი კომფორტული ჯოხია მეგობრებო რა. ხავს თუ გნებოთ ხავსის ჯოხიც ააწეთ. აი ამ ჯოხს ეხლა ხავსის ჯოხი ძალიან მაგარი გამოდგა. მაგრამ ყველა სტილს თავის განხრა, რა თქმა უნდა, ყველა ჯოხს ბოლონიურს, მატჩს თავის საქმე აქვს რა. ყველა ჯოხს თავის საქმე აქვს. მოკლედ კომფორტულია. ეხლა მინდა ესეთი რაღაცა თქვა კიდე რა, კომფორტულია მოსაქმე ჯოხზე ფიქსირებული ტივტივები. ფიქსირებული ტივტივები რატო, ხო? როცა ჩვენ ცოცავს ვაკეთებთ, ცოცავს და ძუაზე ადის და ჩადის ტივტივა. აი მოდი ეხლა გაჩვენო. მოდი. როცა ჩვენ აი ეხლა ვაკეთებ, მქონდა სურვილი, ეხლა სურვილი მქონდა რომ ჩამეწერა აი ესე ტივტივაზე, მაგრამ უყურეთ მეგობრებო, როცა ცოცავს ვაკეთებ და სიღმე, ახლა მე დავაწები ერთმანეთშია, კარგად არის მიწებული, კარგად არის მიწებული. ეს ეხლა მე ისა არა კომფორტულად არ თვევზაობ, იმიტომ რომ დაფიქსირებული, ანუ ყლუ-მონტაჟა აქვს მაგას გასებული, რომ არ დადის და არ არის. ჩვეულებრივ დაფიქსირებულია. და ასე შემდეგ. ეხლა რატოა ეს მახი და მოსაქმეები ჯოხი ფიქსირებულთვის კარგი ხა ამას გიხსნით რა. იმიტომ არის კარგი რომ ფიქსირებული როცა არის, ჩვენ დისტანციას არ ვიკლებთ. რა დისტანციაც არის? უყურე ხა ისე თქმა მინდა, როცა ჩვენ აი ხა ავედი, აი ეს სტოპერი ავწიე ზევით, ჩავაგდე. მე ჯოხი უნდა მიუშვა, რომ ამან თავის პოზიცია დაიკავოს მეგობრებო. აი ამ დაიკავოს თავის პოზიცია. მაგრამ ამ ჯოხისთვის კომფორტული არის ფიქსირებული ტივტივი. რომ ჩვენ დისტანცია აღარ დავკარგოთ რა. ამის გამო კომფორტულია რომ ფიქსირებული ტივტივებით ითევზაოთ მოსაქმე ჯოხს. აი რაზე მაქვს საუბარი მეგობრებო. აი როცა მე გავისროლე ხა ფიქსირებული ტივტივა სადაც დაეცემა. მაგრამ როცა ცოცავია ტივტივა, იმას სჭირდება ძუვის მიშვება, რომ ის დადგეს, რომ ჩავიდეს სიმძიმე და დადგეს. ცოცავს სჭირდება, მაგრამ ფიქსირებულს არ სჭირდება. ფიქსირებული იმიტომ არის კომფორტული მოსაქმე ჯოხი, რომ ჩაღდი ამოიღე, სწრაფად აკეთებდა. ეხლა ეს ცოცავი ტივტივა გვაფეხებს, გამიგეთ? გვაფეხებს, იმიტომ რომ დისტანციას მაკლებით ეს ეხლა რა, ვეღარ გავდივა, იმიტომ რომ ძუვა უნდა მიუშვა. როცა ფიქსირებულზე გაქვს, ძუვა უნდა მიუშვათ, რომ თავის პოზიცია დაიკავოს ტივტივა და სიმძიმე წავიდეს. თუ არ ჩავა, აი ეს დაგიდგებათ ყოველთვის ასე დამდგარი იქნება ყოველთვის. და არ კომფორტული იქნება და მაგიტო თქვენ ნებაზია, სამოყვარულოზე თქვენ ნებაზია, ტივტივა იქნება ფიქსირებული თუ ცოცავი, ორივეთი შეგიძლიათ ითევზაოთ, მაგრამ რაც როგორც წესია და როგორც კომფორტულად და სწორია, მაგიტო გეუბნებით, რომ მოსაქმე ჯოხზე ფიქსირებული ტივტივა არის იდეალური. მოკლედ, აი თევზი ყავს. სამწუხაროდ ამოყვანები ვერ გადავიღე, ეხლა შეიძლება გადავიღო მეგობრებო. ეს თევზი უბრუნდება წასაცავს რა. წვრილი თევზია, ასე ვთქვათ, ლიფსიტაა. უნდა გაუთხილეთ ბუნებას მეგობრებო. არ არის დოგკი, მოდის ბევრი, მაგრამ დოგმა არ არის, ახშო წავიყვანო 5-10 კილო. საკმარისად. შეიძლება ეხლა აქედან ამოვარჩიო 10 ცალი, აი მოზდილები, ზამთარში მომენატრა კაჩხანა, შევწვა და ვისი ამონა. მაგრამ არ ამგონია დავიტოვო, რომ ძალიან წვრილია, აი ძალიან წვრილია რა, აი დაანახე.
მეგობრებო, ტრადიციულად ამოვიყვანე ბოლო თევზი. ამით დავამთავრე ჩვენ თევზაობას. ბოლო თევზით ვავთვალებ ხოლმე. ესე. ეხლა მეგობრებო, მოვილაპარაკეთ თევზი, რაც ეხლა დავიჭიროთ, უნდა ავწონოთ. უბრალოდ სამეგობრულად არაფერი ისეთი აინტერესებს რამდენი დაიჭირეს რა. და რამდენი ამოვიდა დღეს. დღეს იყო ძალიან პასიური თევზი, ეხლა პასიური როგორ იჭირებოდა, ყველამ დაიჭირა, მაგრამ ანუ ესე ხარბად არ ჭამდა რა, ასე ვთქვათ რა. იდგა თევზი, მაგრამ ხარბად არ ჭამდა. გუბარს თქონდა შიგნით იღებდა, დგას ძალიან კარგი კაპარჭიები წყალში, კაი კარჩხადებიც დგას, კაი ნაფოტებიც, მაგრამ არ იღებს, ანუ არ ჭამს რა ხარბად რა, ასე ვთქვათ. ეხლა რატო გამოვიტანე ესეთი დასტვა, ხო? ჯერ ერთი ვიდეო ვნახეთ, მეორე ერთი ვიდეოს ვარ დაუჯეროთ სიტყვაზე და ასე შემდეგ. სიტყვაზე თუ 100 თევზი და ამოვიყვანე, შემოკარგებო, 100-დან აი რაც ამიყვას ხოლმე რა, გამოდებით რა, ანუ არ ჭამდა რა, იდგა, მაგრამ არ ჭამდა. შემოწი, კერძე იდგა და არ ჭამდა რა. და გამოდებით იმდენი იყო შემოსული, რომ ვიღებდით, გამოდები ან კუჭი ქონდა, ან ასე და ასე შემდეგ. მოკლედ ეხლა ჩვენ ავწონით თევზს, მოდი გიოთ. გვაინტერესებს რამდენი ამოვიდა დღეს რა. არაფერი ისეთი. კილო და 360, ხო? 340. რა. აქედან პატარები რომელიც კილო და პრინციპში იგივე ჯდება, არი რო გამოვაკლოთ რა. ეს მეტია. აგე, ეხლა ჩემი ჯერია, შემოკარგებო. ნახოთ რამდენი არ გამოდებით. რამდენი დავიჭირეთ. ორი კილო და 430. 2 კილო და 400 რა. მეგობრებო, აი გაუშვათ თევზი. ყველა აი ეს წვრილი თევზი მოვიდა. აი ეს წვრილები მოდიოდა სულ რა. თან პასიური იყო, თან აი ეს წვრილები და ამას ვაფრუნებთ ხალში. აგერ პატარები რა სამუშაო, მაგია. მეგობრებო, დავამთავრეთ ხა ჩვენ თევზაობა, ასე თუ ისე. მოდიოდა თევზი, თავარია მეგობრები, ამოვედით, გავერთეთ, ეგაა მთავარი, დრო გავატარეთ, თევზი ვიჭირეთ. რაც ბოლომდე მქონდა, ეხა იმდენი ვერ ვიჭირეთ, მაგრამ ასე თუ ისე, კაი დრო გავატარეთ, არ მოვიწყინეთ, გავერთეთ და ასე შემდეგ რა. ძალიან თხოვნა მექნება მეგობრებო, აქამდე თუ მოხვედით, თხოვნა მექნება, რომ თუ თქვენ ძვირფასი დრო დამიქნეთ, რომ ჩემი არხი გამომიწეროთ, ეს დაალაიქოთ ეს ვიდეო და გააზიაროთ ეს ვიდეო და არხიც რომ მოიწონოთ, ძალიან გთხოვთ, რომ ბევრ მანახავს რა, რომ ბევრს დავეხმაროთ. ესაა ჩემი მიზანი, რომ ბევრს დავეხმაროთ. მაგიტომ არ ვიშურებ ჩემ დროს, რომ ყველას დავეხმარო და ასე შემდეგ რა. ძალიან გთხოვნა მექნება, რომ გამოცნოთ არხი. მოკლედ ეხლა აბა დროებით და მომდევნო შეხვედრამდე.